აი ეს რო ესეთია როგორ დავჭერ. კაი, სო. გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი მიეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად პროდუქტ საქართველოში, თბილისში უფრო. ეს იქნება ატრია ზღვის პროდუქტებით, მაგრამ როგორც დაწყებით მიხვდით, ეს დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი არ იქნება ჩვეულებრივი ეპიზოდი, რადგან ჩვენ დღეს დაგვიხმარება მომზადებაში ჩვენი საყვარელი და თქვენი საყვარელი პერსონაჟი საბა ჩერქეზიშვილი. და ეხა გავაკეთეთ ისე რომ მე გავაკეთებ რეცეპტის ერთ ნაწილს, ხოლო საბა დამეხმარება მეორე ნაწილი გააკეთოს და შემოგთავაზოთ უფრო საინტერესო და უფრო სახალისო ვარიანტი კუკინგის. ამჩნევთ რომ ძალიან გახარებული ვარ ამ შესაძლებლობებით რომ მომეცა შეფ დიმიტრისთან ერთად გვერდ გავაკეთო და განახოთ ჩემი სკილებიც. რაც ეხება დღევანდელ რეცეპტს, დღევანდელი რეცეპტი იქნება ზღვის პროდუქტების ჩაუმეინი, რომელიც არის ჩინური წარმოშობის რაც ვთქვათ კერძი, რომელიც კეთდება ატრიით და ზღვის პროდუქტებით რა თქმა უნდა და რამოდენიმე соусით და რამოდენიმე ბოსტნეულით. ამბავ ის გვაქვს რომ დღეს ასევე გავაკეთეთ ჩვენ ატრიას. მაგრამ თუ არ გინდათ რომ თქვენით გააკეთოთ, შეგიძლიათ რომ უბრალოდ ბრინჯის ატრია იხმაროთ. შეგიძლიათ უბრალოდ ხამუტები იყიდოთ. მოდი ეხა მე არ ვეტყვით როგორ უნდა დაჭრას, ვიცეთ მას თავისუფლება რომ თვითონ დაჭრას როგორც უნდა. უნდა ჟულიანებად. და ვნახოთ თუ რაც გააკეთებს და როგორ გაართმევს თავს. და ასევე გვედება ყოველთვის ასეთი წამზომი, რომ სამზარეულოში ყოველთვის საჭიროა წამზომი. კი ბატონო. აი დავიწყო. ვანილია, მე მზად ვარ. ატრიის დაგჭირდებათ 250 გრამ. ატრიისთვის დაგჭირდებათ 250 გრამი ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და პური. სიმინდის ახამებელი, რომელიც შემდეგ დაგჭირდება რომ დავფქვილოთ. ეს შენ შეგიძლია დაფა აიღო, დანა აიღო და დაიწყო ჭრა. იეი! გვინდა 2 ცალი კვერცხი. ესე, სოდა ჩავყარეთ. პირველ რიგში მე დანას ყოველთვის ვესავ ჩემ დანას. ესე? აუ ჩემი. კაი, მარილი რა თქმა უნდა. ეს უნდა შეიკრას და უნდა იყოს ძალიან მკვრივი ცომი. და ამიტომ არ შეგეშინდეს წყლის დამატება არ უნდა, მხოლოდ კვერცხი და ფქვილი ჭირდება და ეხლა კარგად შევკრავ და მე დავიწყებ უკვე მაგიდაზე მუშაობას. სანამ მუშაობთ, შეგვიძლია რაღაცები მოვყვეთ. ამას შენ მოგვიყევი შენ თავზე. გავაცნოთ საბა ჩერქეზიშვილი ჩვენს მაყურებელს. მე ვარ ებრაელი. ეგ არის შენი ცხოვრების ყველაზე მთავარი ისინი? ჰაილაიტები? თუ სხვა რამეც ქონია. ჟულიანებად სტაფილო დაიჭრა უკვე, ახლა გადავიდეთ ბულგარული დაჭრაზე. აი ეს რო ესეთია როგორ დავჭერ. კაი, სო. მოიჭირდა რასაც მოიჭირდა. ახლა გადავიდეთ ხახუზე. მოვედი. ეს თვალები რა ამეწვას? გაარჩევო. რა არის ვაფშე? თვალების დამცავი არის რა. ხალკიდიკიდან არა ჩამოტანილი. კაი. როგორ უნდა გააკეთო და აი ხო. ესენ გადაყა. просто ეს ერთ გადაყა. როგორ გინდა 4 შევთქვენ. ცოტა უფრო პატარა. აი, გაიყოს. თეთრები აღარ გინდა. ხა ამასობაში შენ უნდა გახიხო ნიორი, ეგ აღარ გინდა. ხო, ეხლა გავაკეთებ ნიორის და ჯინჯერის ასას, ასე ვთქვათ, რომელიც თუ გიყვართ აზიური, გაგექნება შემჩნევი, რომ ყველა გემოს აქვს რაღაც ეს ჯინჯერის და ნიორის გემო. და ამას აკეთებ ხოლმე ნიორის და ჯინჯერის ზეთით. და ამ ზეთას ეხლა ჩვენ გავაკეთებთ და განახილავთ თუ როგორ შეიძლება ძალიან კარგი ატრიბუტი ქონდეთ სამზარეულოში და იხმაროთ ნებისმიერ კერძში. გამომივა, ყველაფერი გამომივა. გამოდის ხალხო. ანუ ეს მართალია. ხალხო, ჯინჯერის ტრიუკი გამოვიდა, შეხედეთ. სანამ პასტას გამოვიღებთ. მანამდე გაგახსენებთ რომ კოკაკოლას ლიდერბორდი და აპლიკაციებში ქულების დაგროვება გრძელდება და ყვითელი თავსახურების ქვეშ მოთავსებული კოდები უნდა შეიყვანოთ აპლიკაციაში, დაგროვოთ ქულები და შემდეგი ლიდერბორდი რაც იქნება, თუ მაგ ლიდერბორდში მოხვდებით ტოპ 10-ში ან ტოპ 30-ში, ბოლოს იყო Open-Air-ის ლიდერბორდი, სადაც თამაშდებოდა Open-Air-ის ბილეთები და ასევე კოკაკოლა საჩუქრები ბოქსი. შეიძლება რომ შემდეგ ლიდერბორდში თქვენ გაიმარჯვოთ და მოკლედ დიაქტიურდეთ და დააგროვეთ და დალიეთ კოკაკოლა და როგორც კოკაკოლა იყო და ახლა კოკაკოლის დალევა 2 გემრიელია. კი ბატონო. ეხლა ჩვენ დავამაგრებთ ჩვენ პასტა მაშინს. ჩვენი ვარკატოს ბრენდის პასტა მაშინი. ამიტომ ეხლა ჩვენი ხარჯებით შეძენილი პასტა მაშინით ჩვენ გავაპურპურავებთ პასტას. კი, კარგი არის, შო. ეხლა გავხსნათ პასტა. და ეხლა გეტყვით თუ რატო არ ხმარობთ გასარტყელებლად
ფქვილს იმიტომ რომ ხმარობთ რომ ფქვილი ეიწოვება ამ იმაში ცომში და უფრო მკვრივი ხდება შემდეგ და ამიტომ სახარებელი რომელიც უფრო რთულად აქტიურდება და რთულად შედის ფქვილთან და წყალთან კომუნიკაციაში ასე ვთქვათ მაგითი გავაბრწყელებთ რომ არ გაგვისქოს და შემდეგ ცომი კი ბატონო გასაგებია წამზომი ტიკტიკებს და ტიკტიკებს რაც იმის მაუწყებელია რა დრო ყოველთვის გადის და პირველში დავიწყებთ გაბრწყელებას ყველაზე სქელი მოჭერილია ქვევით ყველაზე სქელი იმაზე ეს მოძრაობს და ვიჭერო გადავკეთო მეორეზე კი სანამ დიმიტრი პიტას აკეთებს მე მოგიყვებით აი ამ ცომზე ჩვენ რომ ამაში ვაბრწყელებთ გასაბრწყელებით თორსა ვაბრწყელებთ იქ ფქვილი ჩადის და ჩდება პატარა ფორები ეს გლუტენი აქტიურდება და უფრო სქელდება და დრო ცოტა გვაქვს და როგორც გახსოვთ გითხარით ჩვენი წამზომი ტიკტიკებს 3 მმ-მდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი ცომეული მინე თხილად უნდა იყოთ იმიტომ რომ შეიძლება ხელი ჩაგყვეთ და მე მთლიან ტანით მიიყოლოს მიიკრას ამიტომ არ გინდათ. ამიტომ თხილად იყავით რომ არ მიგიკრათ პასტის განსაბრწყელები. აი მიიკრათ. 6-ზე. მიდე ბოლო. ბოლო ეპიზოდი არის 6-ზე. ეს ფარდა მეტრა 50 აქვს განი და ღირს 15 ლარი მეგობრებო. ვაუ! მაკარონები ჩამოვიდი. ესე ჩვენი კვერცხის ნუდლსი. ძალიან მაგარია ხალხო. ხო. ეს აპარატი რა ღირს? 250 ლარი. 250 ლარი რა გახდა? აი ეს მულტიფუნქციური მექანიზმი, რომელიც ქმნის სახლის პასტას და შეგიძლიათ ბიზნესს აწარმოოთ, ცომი იმასგან გაყიდოთ მე. და გამოვიდა ესეთი პატარა ძაღლები. ეხლა სანამ ჩვენი წყალი ადუღდება, მანამდე პატარა ტექნიკური შესვენება. პატარა ტექნიკური შესვენება, მაგრამ არ დაგავიწყეთო დრო ტიკტიკებს. სანამ წყალი ადუღდება, მანამდე ჯობია რომ ცოტა სახამებელი მოვაყაროთ ჩვენს ატრიას, რომელიც გავაკეთეთ, რომ არ შეწებდეს ერთმანეთში და აი ესეთი რაღაც გავუკეთოთ რა. ჰოპ, ნანინა, ნანინა. ჰოპ, ნანინა, ნანინა. ხედა როგორ ის გაიჩიტა ჩვენი ნუდლსი. ვერა, იმიტომ რომ სხვა გავიყურები. ჩაყარი მარილი, შიგნით ჯერ. რამდენი? შუა ზღვის, ხმელთა შუა ზღვა. მაშინ ბევრი. ისე აირე. ოკეი. ჭირდება ძალიან ცოტა ხანი, 30 წამი და ახლა. ის ამოუშვა თუ მეჩვენება? არა, ეს იწვება აქ. და გავაციოთ. ანაკომი. ცივ წყალში, ხო? ანაკომი რა. ხამუტებს ჩაუშვებ. ხამუტებს. წყალში და ერთი წუთის განმავლობაში დაახლოებით ადუღეთ. ეხლა კი შეგვიძლია ავიღოთ ტაფანი და დავიწყოთ უკვე თვითონ ატრიის მასის მომზადება, ხო? დავიწყოთ. ეხლა ჩვენი სოუსის დაგვჭირდება როგორც ანანდე ვთქვით ჯინჯერი და ნიორი, ზეთი რა თქმა უნდა, 1 სუფრისკოზი შაქარი, 1 სუფრისკოზი ხამანწკის სოუსი, სუფრისკოზი ნახევარი სოიო სოუსი, დაახლოებით 1-2 გრამი სეზამის ზეთი, ნახევარი სუფრისკოზი ბრინჯის მარი. ეს არის სოუსისთვის. დანარჩენი რაც დავჭერეთ? ბოსტნეული, ზღვის პროდუქტების მიქსი, ამაში არის, აბა თუ იცრები. ამაში არის 8 ფეხა. კი ბატონო. ისა მოლუსკი, კი არა. მიდია, კრევეტკა და კალმარი. კალმარს ვერ მოვიგონებდი. კარგი. და უნდა იხმაროთ აუცილებლად ზესუმზირის ზეთი, ან ავოკადოს ზეთი, ან შეგიძლიათ იხმაროთ არაქისის ზეთი. იმიტომ რომ მაღალ ტემპერატურაზე აქვს წვა და არ იწვება ძალიან ნამდვილად და სხვა ზეთები უფრო მარტივად ეწვება. ამიტომ როცა აზიურ სამზარეულოსთან გვაქვს შეხება, აუცილებლად უნდა იხმაროთ ეს ზეთები. შემდეგი ვიხმართ ზესუმზირის ზეთს ყველაზე ხელმისაწვდომი. ზესუმზირის ზეთი რომელიც ხელმისაწვდომია ყველაზე, კი ბატონო. ნიორი. უნდა მოვუთუშოთ და კაქსონს რო აუშვებს, უნდა ჩაუშვათ ხახვი. ვაი. ეს. ვაი. აუჩ. მიდი, საბუჩ. ეგრე? ეხლა მოდი დაბუნე აქ. ეხლა დავაცხოთ კიდე ცოტა ზეთი და დავაყაროთ ხორცის პროდუქტი. Queen 82226-მა დაგვიწერა აზიური ატრია ზღვის პროდუქტებითა და უდონის ნუდლით. ასე ეხლა ცოტა მარილი დავაყარეთ, ეხლა მოვაყრით შაქარს, რომელსაც ცოტა ავაცილებთ. მოვასხავთ ზეთს, მოვასხავთ სოიოს სოუსს, მოვასხავთ ხამანწკის სოუსს. მაინც ეს ამოხტება ეხლა. და კარგად ისევ ტაშტუშს გავუკეთებ. კი. ოპა. ეს დავუმატეთ ატრია. კი ბატონო, გადავალთ გასინჯოს. მიდი და მანამდე საბა არ დაყრის ძირს სასწრაფო გავაკეთე. და ბოლოს შტრიხი სეზამის ზეთი. არ მიყვარს ეს ზღვის პროდუქტები რა. ვერ ვჭამ მე ზღვის პროდუქტებს. თევზი მიყვარს, მაგრამ აი
ზღვის გემო აქვს იმინა რა. ზღვის პროდუქტების გარეშე გემრიელია? კი, ზღვის პროდუქტების გარეშე ბოსტნეული და ხატრია ძალიან გემრიელი არის. თვითონ ნუდლსის კარგი ტექსტურა აქვს არა? კაი ტექსტურა აქვს ძალიან. ნუდლსი ძალიან მომწონს რა, ეხლა ამას ვერაფერს ვერ დავუწუნებ. Queen 826. 82226 იმედია მოგეწონათ რომელიმე ჩვენი ეპიზოდი. ზღვის პროდუქტები თუ გიყვარს მართლა ძალიან მოგეწონებთ, რომ მე მიყვარს და მართლა მომწონს და ობიექტურად გემრიელი არის. და ეს არის ესეთი საბაზისო გემო არის, რომელიც ყველა ვარიანტში აზიურის მოყოლ ადამიანს ყოველ ვარიანტში მოეწონება. კი, აუცილებლად, აუცილებლად. და არ არის ძალიან რთული ინგრედიენტებით, რომელიც რთული საშუალებელი არის. შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში იყიდოთ და ამიტომ feel free რომ გააკეთოთ და ამიტომ ეხლა დაგემშვიდობებით, დაგვიწერეთ თუ მოგეწონათ საბაშართულობა ჩვენს ვიდეოებში და თუ ისურვებით რომ კიდევ ხშირად გენახათ ჩვენი საბუნებას. კიდე რა გავაკეთეთ? გამოიწერეთ ჩვენი არხი, თქვენთვის ერთი კლიკია, ჩვენთვის კი ძალიან ბევრს ნიშნავს და ერთად დავაშენოთ სუფის კოზის პატარა კიბერსოფელი. Bye. ნათლია ჩემს ამოვიდა იმაში, ფლავში.